მოგესალმებით მეგობრებო, ავტოსკოლა ავტორიიდან. ეს ჩვენი მანქანა არის, რომელსაც ვამზადებთ მოსწავლეებს. მე ვარ ნიკოლოზ გორგაძე. მოგემზადებთ ქალაქსეს და მოედანზეც. შეგიძლიათ მოგწეროთ პირად შეტყობინებაში. ახლა ამ მომენტში კი გთავაზობთ რუსთავის განახლებული 8 მარშრუტის ვიდეოებს. ანუ პირველიდან დავიწყებთ და ავყვებით ბოლო მერვე მარშრუტამდე. ყველაფერს დეტალურად შემოგთავაზებთ. თქვენ კი შეგიძლიათ ეს ჩვენს YouTube გვერდზე უყუროთ. ჩვენ კი ეხა უკვე დავიწყებთ გაკვეთილს. პირველ რიგში ესე იგი მანქანაში დაждდომის შემდეგ კეტავთ კარებს. სკამი უნდა გავისწოროთ, ისე რომ ხელი არ შეგვეშალოს და კომფორტულად ვიჯდეთ. სკამის გასწორების მერე ღვედი უნდა გავიკეთოთ, მეგობრებო, და ღვედის გაკეთების მერე უნდა დავქოქოთ მანქანა. დაქოქვის შემდეგ უკვე სწორდება ჯერ მარცხენა სარკე, მერე მარჯვენა და ბოლოს შუა სარკე. ახლა გავისწორებ მარცხენა სარკეს. მერე მარჯვენაზე გადმოვიტან და მარჯვენა სარკესაც გავისწორებ და ბოლოს შუა სარკეს მოვკიდებ ხელს და ეგარს. ამის შემდეგ ტორმოს კიდევ ერთხელ დავაბიჯებ ფეხს, გადმოვიტან მანქანას დრაივში, ხელის მოხრით ჩავწევ, ჩავთავ მარცხენა ციმციმას და დავძრავ მანქანას. შიდა მხარეს კარებიდან საიდანაც გამოსვლა გვიწევს, მანქანიდან უნდა გამოვიდეთ უკვე მარცხენა ციმციმით, შემდეგ მანქანას ვაჩერებთ, ველოდებით წრიულიდან ვინმე თუ წამოვა, გავხედავთ მხარზე რომ არავინ მოდიოდეს და როგორც კი შევუერთდებით, მაშინვე უნდა ჩავრთოთ მარჯვენა ციმციმა და ჩამოუყვეთ გზას ქვევით. ეცადეთ რომ არც ერთ მხარეს, არც მარცხნივ და არც მარჯვნივ ზოლები არ გადავკვეთოთ. აქ არის ერთზოლიანი მოძრაობა, 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, მაგრამ თუ მარჯვენა ნაპირიდან მარცხენა ნაპირზე გადასვლას გადავწყვეტათ, ამას აუცილებლად უკვე მაჩვენებლით უნდა გავაკეთოთ. ანუ ჩავრთოთ მარცხენა ციმციმა, შევამოწმოთ სარკე, გვერდით გამოვხედოთ და აუაროთ რაღაც დაბრკოლებას გვერდი. ამ მომენტში ახლა მაგალითად გზის შუა ნაწილი მიკავია, იმიტომ რომ სრულიად სიცარიელია, არავინ არ არის. და როდესაც ბევრი მანქანა გროვდება ხოლმე ორ ზოლს იკავებენ ხოლმე, ამიტომ თუ ბოლოში უკვე ცოტათი ხელი შემშლელი ხალხი დაგხვდებათ, ეცადეთ რომ მარჯვენა მხარეს არ შეძურეთ ხოლმე და დაელოდოთ. დაგვიძახებდა 500 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ, შემდეგ გვეტყვის რომ 300 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ, უკვე ცოტათი რომ მოუახლოვდებით, აი აქ სადღაც ნიშანთან დაგვიძახებს რომ მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ, ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას, შევანელებთ, აი აქ თუ გვერდით მარცხენა მხარეს მანქანები იყვნენ, არ შეძურეთ ხოლმე, ეცადეთ რომ ზოლები არ გადაკვეთოთ. ოდნავ მოვუხვიე, მხარზე გავხედე, ორჯერ შევამოწმე, შემოვდივარ ზოლში, ვხედავ რომ 70 მაქვს მაქსიმალური, ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, მარცხენა სარკეს შევამოწმე, გვერდით გამოვხედავ რომ მარცხენა მხარეს კიდევ ერთი ზოლია და არავინ არ იყოს, შემოუერთდები, ჩავიხედებ მარჯვენა სარკეშიც რომ გვერდიდან არავინ არ მიჭრიდეს და გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. გვაქვს 70 მაქსიმალური, გავდივართ პირველ მარშრუტს, აქედან დაგვიძახებს რომ 500 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ, შემდეგ რაღაცა მანძილის გავლის შემდეგ უკვე გავიარეთ ეს 200 მეტრი, დაგვიძახებს რომ 300 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ, ამ ადგილზე ჩვენ არ ვაჭარბებთ 70-ს და არ უნდა ვიაროთ 55-ზე ქვევით, ხო, ვიაროთ 60-ი, 65-ით ყველაზე კარგ ვარიანტში. აქედან გვეტყოდა რომ 300 მეტრში მარცხნივ მოვუხვიეთ. როგორც იცით, მარშრუტები შესვლილი არის, შესაბამისად, ყველა ვიდეოს პირველიდან თავიდანვე გეტყოდით, მაგრამ პირველიდან მერვემდე ესე დღიურად ეტაპობრივად გამოუშვებთ სულ ყველას აუცილებლად. აქ დაგვიძახებს, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, ნელ-ნელა მანქანის შენელებას ვიწყებთ, გზაჯვარედინზე გადავდივართ და შესაბამისად, წინიდან წამოსული მანქანები უნდა გავატაროთ. მანქანას ხედავ რომ სწრაფად მოდის, ახლა მე აქ შევანელებ, გავჩერდები, სარკეს შევამოწმებ, მანამდე ეს მანქანა წამოვა, გვერდიდანაც გადამისწრებენ. ვაფასებ ყველანაირ სიტუაციას, რომ წინ მანქანა როდესაც იქნება, მე ძალიან ახლოს არ უნდა ჩაუჭრა. ხედავ რომ მანქანას მარჯვენა ციმციმა აქ ჩართული. ჩავიხედები ისევ მარცხენა სარკეში, ჩამოუხვალ და ჩამოვალ ჩვენი ორი ზოლის მარცხენა ზოლში. უკიდურესი მარცხენა მხარე არის საპირისპირო და იქით მხარეს არ ჩავდივართ. 8-ვე მარშრუტში ერთადერთი 40-იანი ადგილი გვაქვს და ეს ადგილი არის ის, სადაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 40 და ვცდილობთ რომ 40-ზე ზევით არ ვიაროთ, დაღმართია და ვითვალისწინებთ იმას, რომ მანქანა ძალიან მარტივად ჩქარდება, შესაბამისად, ოდნავ როგორც კი ავაჩქარებთ, უკვე მუხრუჭზე უნდა გქონდეს ფეხი, რომ ნელ-ნელა მშვიდად შევანელოთ მანქანა. აქ შეგვიძლია რომ უბრალოდ მარჯვენა ზოლი დავიკავოთ. ეხლა ცოტათი შევანელებ და ამ ბოლოში მაინც მარჯვნივ მივდივართ, ეხლა არავინ არ მომყვება უბრალოდ უკან და არ ვიჩქარეთ გადმოსვლა, მარჯვენა სარკე შევამოწმე, გვერდით გამოვიხედე მარჯვენა ფანჯარაში და გადმოვეთ. 40 გვაქვს და ზებრები გვხვდება, სადაც მხოლოდ ნიშნები არის, შევანელებთ, გავხედოთ, გამოვხედოთ ორივე მხარეს და ვაგრძელებთ მოძრაობას. აქედან გვეტყვის უკვე რომ
500 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ, მაგრამ დაბრკოლებები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდი უნდა აუაროთ, ანუ ციმციმას ჩავთავთ, სარკეს შევამოწმებთ და გამოვხედავთ გვერდითაც ფანჯარაში, რომ არავინ ყავდეს. აქედან დაგვიძახებს, რომ 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ. ჩვენ უკვე ვცდილობთ, რომ მარჯვენა ზოლი დავიკავოთ, მაგრამ რადგან აქედანვე ჯერ ვხედავთ, რომ დაბრკოლებები გვაქვს, არ გადავდივართ. აი ხა ჩავთავ მარჯვენა ციმციმას, წინ კიდე ერთი დაბრკოლებაა, მაგრამ მაინც გადმოვდივარ, ეხა დააკვირდით, რომ ბოლო მომენტში არ მომიწიოს ცუდად შესვლა, ხო? ნახეთ, შევანელებ, მანქანა შუქები უნთია, რამდენიმე წამით აი ესე მოვიცდი, ხედავ, რომ არ აგრძელებს მოძრაობას, მარცხენა სარკე გვერდით ფანჯარაში გამოვხედე, დავბრუნდები ისევ მარჯვენა მხარეს. ანუ დაბრუნების დროს ისევ მარჯვენას ვთავთ. აქედან გვეუბნება მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ, ზებრას შევამოწმეთ და არავინ არ მოძრაობს, შემოუერთდებით, სამკუთხედებთან როგორც კი მოვალთ, ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, ხარზე გავხედავთ, რომ ჩვენ ზოლში არავინ არ მოდიოდეს, ან გვერდით ზოლიდან ჩვენთან არ გადმოდიოდნენ, აქედან კიდევ ერთხელ გავიხედები, სარკესაც შევამოწმებ და შევუერთდები. როგორც იცით, პირველი მარშრუტი ამ მომენტში ყველაზე მოკლე და მარტივია, ხო? ძალიან გამარტივ და შეცვლილი მარშრუტები. აქედან ისევ ნახეთ, შუა ზოლში გადავალ ჯერჯერობით, მარცხენა სარკე, გვერდით გამოვიხედე და გადმოვდივარ შუა ზოლში. სამზოლიანში უმჯობესია, რომ შუა ზოლში მოძრაოთ. ეხლა კი გვეტყვის, რომ მარჯვნივ უნდა მოუხვიოთ ცოტა ხანში, მაგრამ ჩვენ მაინც შუა ზოლს ვიკავებთ, იქამდე სანამ არ გვეტყვის, რომ მარჯვნივ ან მარცხნივ წავიდეთ. აქ მოძრაობის დროს 50 გვაქვს უკვე მაქსიმალური, როგორც კი წრეულზე მოუხვიეთ, 40-იანი შეზღუდვა აღარ არის და 50 გვაქვს ამ შემთხვევაში და 40-45-ით უნდა ვიმოძრაოთ. საჭეზე აუცილებლად ორი ხელი გვიკიდია, პერიოდულად უნდა შევამოწმოთ ხოლმე სარკეები, რომ ვიცოდეთ ჩვენს უკან და გვერდებზე რა სიტუაცია გვაქვს. პირდაპირ მოძრაობთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ახალ მინიშნებას. აქ სადღაც ტერიტორიულად რომელიმე კონკრეტულ ადგილას შეიძლება დაგიძახოთ, რომ იმოძრავეთ პირდაპირ შემდეგ მინიშნებამდე და ჩვენს ვაგრძელებთ მოძრაობას იქამდე, სანამ ახალ მინიშნებას არ მოგცემს. პირველი მარშრუტის შემთხვევაში მიდის მარჯვნივ, სხვა მარშრუტების შემთხვევაში უკვე სხვა ვიდეოებში ნახავთ, საით ვაგრძელებთ მოძრაობას. რვა წამია შუქნიშანზე დარჩენილი, გამოვიხედე, რომ უბრალოდ არავინ გადმორბოდეს გზაზე, აქ წესით ზებრები არის და უბრალოდ ახალდაგებულია გზა, შესაბამისად არ ჩანს ზებრა ჯერ არ არის გადახაზული. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, ქვეთა გადასასვლელზე აუცილებლად ორივე მხარეს თავით მკვეთრად და ესე კარგად უნდა გავიხედოთ და ისე უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. თუ ვინმე იქნება აუცილებლად ვაჩერებთ, თუ არავინ არ არის, უბრალოდ ვაგრძელებთ მოძრაობას თავისუფლად. აქედან ისევ შენელებას დავიწყებ, მარჯვენა მხარეს ვხედავ, რომ ქვეითი მოდის, ნელ-ნელა შევანელებ მანქანას, ზებრაზე მარჯვნივ გავიხედე, არავინ არ არის, მარცხნივ გავიხედე, არავინ არ არის, ეს ქვეითი გაგვცდა და ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. სადღაც აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ. ზებრაზე მწვანე გვინთია, მაგრამ მაინც უნდა გავხედოთ, მაინც უნდა შევამოწმოთ, რომ შეიძლება მწვანეზე ვინმე გამოიქცეს და ხელი შეგვიშალოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავს სიტუაციაში არ დავუთმოთ, მაგრამ ძალიან წყნარად და მშვიდად უნდა მივიდეთ, ხო? აი ქვეითი მოდის. აი ხა რომ მწვანე იყო, ზუსტად ესე ვშრობთ. თუ ჩვენს წინ იქნება ქვეითი, მაგ შემთხვევაში ვჩერდებით მხოლოდ. თუ ჩვენს წინ არ იქნება, მაშინ არ ვჩერდებით. ჩავრთე მარჯვენა ციმციმა, სარკე შევამოწმე, მხარზე გავიხედე, შევამოწმე, გადმოვედი. მარჯვენა ზოლში შევანელე, გავთიშე ციმციმა, 3 წამია მწვანე და ვაჩერებთ მანქანას. ველოდებით იქამდე, სანამ მწვანე არ აინთება და სანამ ჩვენ წინა მანქანა ადგილიდან არ წავა. იმიტომ რომ შეიძლება მწვანე აინთოს, მაგრამ ჩვენ წინ მყოფი მანქანა არ დაიძრას ადგილიდან. ამიტომ ველოდებით. დისტანცია აუცილებლად უნდა გვეჭიროს, რომ ერთი საჭისრული მოხვევით მარტივად გვერდი აუაროთ. თუ უბრალოდ გვერდის ავლას ვერ მოვახერხებთ, ჩვენი გამოცდა იქ დასრულდება. აქედან ახლა გვაქვს ორი ზოლი, წინ იქნება 3 ზოლი, მარჯვენა ზოლიდან შევდივართ შუა ზოლში, მარცხენა ზოლიდან შევდივართ მარცხენა ზოლში. მოძრაობა დაიწყო, მწვანე აინთო, წინა მანქანა წასულია, ჩვენც ვაგრძელებთ მოძრაობას. მოვდივართ პირდაპირ, ცოტათი შორიდან, ესე შუაში შემოვედით, შუა ზოლში ვაგრძელებთ მოძრაობას და აქ არ ვჩქაროთ ჯერჯერობით, ზებრას როგორც კი გავწდები, მარჯვენა მხარეს ვიღაცეები არიან და გავაჩერებ, შეიძლება გზაზე გადმოსვლა უნდოდეთ, ჩერდებით და წამოვიდნენ ქვეითები.
და ველოდები როგორც კი ჩემ ზოლს გაცდება ბოლო ქვეითი, მაშინ შემიძლია გავაგზავნო მოძრაობა, თუ აღარავინ აღარ იქნება. დავიწყეთ მოძრაობა, მარჯვენა ციმციმა ჩავრთეთ 300 მეტრი, აქედან დაგვეძახებდა წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირო, მარჯვენა სარკეს ვამოწმებთ, ხარზე გამოვხედეთ და შემოვერთით ზოლს. ციმციმას აღარ გამოვრთავ, აქედან გვეტყვის, რომ მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ, ნელ-ნელა წამოვალ მხარზე, აქედანვე გავიხედები მარცხენა მხარეს, წინ ვხედავ, რომ მანქანა გაჩერებული არის და ქვეითის ჩამოსმას ახდენს, გააგრძელოს მოძრაობა, კიდევ ერთხელ გავიხედე მხარზე, მარცხენა ციმციმა ჩავრთე, იმიტომ რომ გზა დაკვალებულია, მხარზე გავხედე, სარკეს შევამოწმე და გადმოვედით მარცხენა ზოლში. აქედან გვეტყვის, რომ 500 მეტრი, 300 მეტრი მოუხვიოთ მარჯვნივ და ვითვალისწინებთ იმას, რომ ორივე ზოლიდან შეგვიძლია მარჯვნივ მოხვევა, მაგრამ თუ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, ჯობია რომ მაინც მარჯვენა ზოლში გადავიდეთ და მარჯვენა ზოლიდან შევიდეთ მარჯვნივ. აი აქ ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მალე მოვუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებს, შევამოწმეთ სარკე, გვერდით გამოვხედეთ, არავინ არ მოძრაობს, დათმობა გვაქვს, როგორც ხედავთ, შევანელეთ მანქანა, მხარზე მარცხნივ გამოვხედავთ, შემოვდივართ და წინ ხდება დაპარკინგებული მანქანები. ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, აი გვერდიდან ეხა უკანა მხრიდან მანქანა მივლის, მარცხენა სარკეს ვამოწმებ და მარჯვენასაც, იმიტომ რომ მარჯვენა და შუა სარკეში ვხედავ ჩემს უკან თუ ვინმე არის და მარცხენა სარკეში ვხედავ უკვე მარცხენა ზოლში თუ ვინმე მოდის. არავინ არ არის, ორმა მანქანამ აგვიარა გვერდი და გავაგზავნეთ მოძრაობა. აქედან მივდივართ პირდაპირ. თბილისის ქუჩაზე უკვე 50 გვაქვს აქაც ჩვეულებრივ, გვხვდება რამდენიმე ზებრა, აღმართია, ოდნავ მეტი გაზი სჭირდება და ეცადეთ, რომ ზედმეტი არ მოგევიდეთ, ზებრას რომ მოუახლოვდებით, შევანელოთ, გავიხედოთ ორივე მხარეს და გავაგზავნოთ მოძრაობა. არც ერთ შემთხვევაში არ გვჭირდება სიჩქარე, რაც უფრო სტაბილურად ვიმოძრავებთ და არ ავაჩქარებთ ზედმეტად ან ზედმეტად არ შევანელებთ, უფრო უკეთესი იქნება. აი 50-ით მოვდივარ ახლა, ზებრა დავინახე, გავუში გასწეხი, მარჯვენა მხარეს კარგად ვერ ვხედავ, მარცხნივ ვხედავ, რომ არავინ არ არის, შევანელე, რომ მარჯვენა მხარეს აი ნაგვიცურნასთან შეიძლება ვინმე პატარა ბავშვი იდგეს, ხო? გამოვიხედე, არავინ არ არის და ვაგრძელეთ მოძრაობას. ისევ და ისევ 50 გვაქვს, ვაგრძელეთ პირდაპირ. აი ქვეითი ძაღლთან ერთად ოდნავ შევანელე, რომ რამე იყოს ძაღლი არ ეხა რომ გამოიქცეს, მე უნდა გავაჩერო. ისე სხვა შემთხვევაში ზებრა არ აქვს მან და შესაბამისად გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ დავუთმო გვერდით ზოლიდან საფრთხეს ვუქმნი, გავხედე მარჯვნივ მარცხნივ და გავაგრძელებ მოძრაობას, იმიტომ რომ ქვეითთა გადასასვლელზე არავინ არ არის. თავარი დეტალი არის ის, რომ ზოლში სწორად მოძრაობა უნდა ვისწავლოთ და სიჩქარის კარგად გაკონტროლება, ამის შემდეგ უკვე აღარ გაგვიჭირდება არ ჩუქნიშნის შემჩნევა, არც ქვეითის შემჩნევა, რაიმე დაბრკოლებისთვის გვერდის ავლა, წინასწარ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ეხლა მე წინასწარ უკვე რადგან გზა ვიცი და აქ მოსულზე უკვე თქვენც იცით, რომ იქ ბოლოში მარჯვნივ წახვალთ, უკვე იცით იქ რა უნდა გააკეთოთ, რომ ჯობია მარჯვენა ზოლი დავიკავოთ, იმის მიუხედავად, რომ ორივე ზოლი უხევს მარჯვნივ. მარჯვენა ზოლში ყოფნა ჯობია. შევანელებთ მანქანას, ქვეითთა გადასასვლელზე არავინ არაა, 27-ით მოვდივარ და გავაგრძელებ მოძრაობას ჩვეულებრივ. აი აქედან ჯერ ისევ პირდაპირ წავალ, ცოტა ხანში აი სადღაც აქ დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოუხვიოთ მარჯვნივ. მოძრაობას გავაგრძელებ, გზაჯვარედინს როგორც კი გავწდები, ერთ მარჯვნივ მოსახვევი არის. ოდნავ შევანელებ, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, სარკეს შევამოწმებ, გვერდით გამოვიხედებით და გადმოვდივარ მარჯვენა ზოლში. შეგვიძლია ცოტათი წინ რო ვიქნებით, მაშინ შევიცვალოთ ზოლი, ან პირიქით, მანამდევე შეგვეძლო, რომ ზოლი შეგვეცვალა. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, აი აქ ეხა რკინები იყო, სანიაღვრე, წყალი გადის ხოლმე ქვევით. ჩათვალეთ, რომ ხელოვნური უსწორმასწორობაა და ნელა გადაიყვანეთ მანქანა. ამ შემთხვევაში ეხა 7 კმ/სთ სიჩქარით გადავედი. აქედან დაგვიძახებს, რომ 300 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ. გზა მხოლოდ პირდაპირ მიდის, 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე. და ამ ადგილზე სჭირდება, რომ ჩვენ ჩავრთოთ მარცხენა ციმციმა. რომელი ზოლიდანაც არ უნდა მივდიოდეთ, მარცხენა ციმციმას ვთავთ. თუ მარცხენა ზოლში იქნებით, ოდნავ მოგვიანებით უნდა ჩართოთ, აი ამ მოსახვევს რო გაცდებით და თუ მარჯვენა ზოლში იქნებით, ნებისმიერ მომენტში უკვე როცა მოუახლოვდებით, შეგიძლიათ ჩართოთ. შევანელე მანქანა, მალე მოუხვე მარჯვნივ, მხარს სარკეში ჩავიხედე, მხარზე უნდა გავხედო უკან კარგად, ნელ-ნელა შემოდიო ისევ სარკეს შევამოწმე, კიდევ ერთხელ გადავიხედე უკან მხარზე და ვაგრძელებ. სარკეს შევამოწმე და შემოვერთი. ეხლა რა გამოგვივიდა? სამჯერ სარკეს შევამოწმეთ და ორჯერ მხარზე გავიხედეთ, ხო? შეიძლებოდა გაჩერება დაგჭირვებოდა და მეტიჯერაც მოგსვლოდა ეგ მომენტი, რომ მაგალითად
4-ჯერ გაგვეხედა მხარზე, ან 4-ჯერ ჩაგვეხედა სარკეში. ამაზე პრობლემა არ უნდა იყოს, რამდენჯერაც არ უნდა დაგვჭირდეს, იმდენჯერ გავიხედოთ, თავარია ჩვენ უსაფრთხოებაში ვიყოთ დარწმუნებული და ხო, როგორც კი შემოვუერთდით ამ გზას, უკვე 70 გვაქვს მაქსიმალური და მანქანის აჩქარებას ვიწყებთ. ანუ აქ უკვე გვაქვს 70, შემდეგ შევდივართ ავტობანზე, სადაც უკვე 90 გვექნება. 70-იან ზონაში 60-65 ყველაზე კარგი ვარიანტია, მოძრაობას თუ გავყვებით, მთავარია 70-ზე ვით არ ავიდეთ, თუ მოძრაობა ნელი იქნება და მაგალითად 20-ით ან 30-ით მოგვიწევს მოძრაობა, არც ეგ არ იქნება პრობლემა, ვიმოძრაოთ 20-ით ან 30-ით. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, უერთდებით მაგისტრალს 70-იანი მეორედ როცა დაგვიდგეს, აქედან უკვე ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხანში 50 გვექნება და მანქანის შენელება იქნება საჭირო. აი 50-იანიც უკვე გამოჩნდა. ნელ-ნელა მანქანის შენელებას დავიწყებ. რომ 50-იანში აუცილებელი არა რომ 50-ით შემოვიდეთ, მაგრამ აუცილებელია რომ მინიმუმ შენელების პროცესში გვყავდეს მანქანა. აი 90-იანიც გამოჩნდა, მწვანე და ლურჯი ბანერი არის, ამას როგორც კი გავხდებით, უკვე 4-ვე საბურავით შევალთ თუ არა მაგისტრალზე, აი ეს. მოვუმატებთ ნელ-ნელა ძალიან დაბალი ტემპით, შეგვიძლია ჯერ 60 ავკრიფოთ, მერე 70, მერე 80 და 80-ით გავაგრძელოთ მოძრაობა. ამ შემთხვევაში ცოტათი კიდევ ავაჩქარებ. 90, ჩემ შემთხვევაში 90-ს დავიჭერ და 90-ით ვიმოძრავებ. შევამოწმებ მარცხენა სარკეს, მანქანამ გამასწროთ და კიდევ ვინმე არ იყოს, რომ მე რო რამე იყოს, ოდნავ ძალიან პატარათი მარჯვნივ მივიწიო, რომ გვერდის აულაში ხელი არ შეუშალო. ყველა მანქანაზე არ ვაკეთებ ამას. ეხა უბრალოდ მარცხენა ზოლთან შედარებით ახლოს მოძრაობ და შესაბამისად ოდნავ მარჯვნივ მოწევა არ იქნებოდა ცუდ. მაგისტრალი ყველაზე მარტივია, მთავარია, რაც უფრო სწრაფად მიყავთ მანქანა, გაითვალისწინოთ ის, რომ საჭეს უფრო მსუბუქი მოძრაობა ჭირდება, ანუ დიდზე გადაწევა აღარ არის საჭირო, ძალიან პატარათია ეს ოდნავ როგორც კი გაამოძრავეთ, მანქანა უკვე ზოლსაც შეიცვლის. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, ითვალისწინებთ იმას, რომ საჭეს უფრო ნაკლები მოხვევა სჭირდება. მოხვევაც არა, ხო, ეს სადღაც აი ესე ძალიან 1 სანტიმეტრითაც არ გვინდა რომ გადავწიოთ, უფრო ნაკლები გვიწევს. რაც უფრო სწრაფია, უფრო ნაკლებია საჭის ბრუნიც. ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში უნდა მოუხვიოთ მარჯვნივ, შემდეგ გვეთქვის 300 მეტრში მარჯვნივ და უნდა შევუერთდეთ გზას, ხო? ავდივართ, ანუ ამ მაგისტრალიდან გავდივართ, ყრუგავთ და უკან უნდა დავბრუნდეთ ჩვენ აქედან სააგენტოში. ხედავ, რომ მანქანა ჩემ ზოლში შემოვიდა, ოდნავ შენელებას დავიწყებ, იმიტომ რომ 90-ით მოვდივარ და სადღაც 75-ით მიდის ახლა ის მანქანა. ნელ-ნელა შევაპარე მუხრუჭი. 75-ით მოვდივარ ახლა, აქედან გვეთქვის, რომ 300 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, ეხა უკვე დაბალი სიჩქარით მოვდივარ, 80-90-ით რო ყოფილიყავი, აი აქ გავუშვებდი გაზ ფეხს, ამ შემთხვევაში 70-ით ვარ და არ გავუშვებ, მხარზე გავხედავ მარჯვენა მხარეს, რომ არავინ მოდიოდეს, მარჯვენა ციმციმა გვაქვს ჩართული, სარკე შევამოწმე, შემოვუერთდი, მარცხენა სარკე შევამოწმე და მანქანას შევანელე. თუ აი აქ შემოვდივართ მაქსიმუმ 50-ით, მაგრამ უმჯობესია რომ 40-45-ით შემოვიყვანოთ, რომ დამწყები როცა ვარ, ცოტათი აი ეს მკვეთრი მოსახვევი შეიძლება გაგვიჭირდეს. ციმციმას ყურადღებას არ ვაქცევთ, ეხა ჩართული მაქვს, თუ საჭირო იქნება გამოვთავთ, თუ არა და აი აქ როდესაც მოვდივართ, თვითონვე ითიშება, ამიტომ არ ვჩქარობთ და ზედმეტ თავის ტკივილს არ ვიჩენთ. მარჯვენა მხარეს მოვყვებით, აქ კიდევ თუ 50-მდე აჩქარებთ მაგალითად, ჩვეულებრივ მოვუხოთ, მაგრამ აქ ისევ შენელება მოგიწევთ, იმიტომ რომ მოსახვევი ცოტათი პრობლემურია, ხო? სტოპ ნიშანი გვაქვს და ველოდებით ჩვენ წინ ყოფ მანქანას, როდის გაივლის, ანუ მის უკან დისტანციით ვაჩერებთ, მალე მოუხვეთ მარჯვნივ, გვეუბნება მარცხენა ციმციმას ჩავრთავთ, ეს გაჩერება არ ჩამეთვალა, უშუალოდ სტოპ ხაზთან რომ მოვდივარ, აი აქ ჩემით უნდა გავაჩერო, მხარზე გავხედო უნდა მარცხენა მხარეს და როცა არავინ არ იქნება, მაშინ უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიხედები, მეორედ გამწდა ერთი მანქანა და გავაგრძელებ მოძრაობას. შემოუერთდები, მარცხენა ციმციმა გვაქვს ჩართული და თუ გაითიშება ხელახლავთ, თუ არ გაითიშება მანქანის აჩქარებას ვახდენთ 40-45-ის ზევით და მერე ვთიშავთ. ამ გზაზე ახლა მაგალითად 60 არ გადააჭარბოთ, მაქსიმუმ 65-70-იანია, მაგრამ 60 არ გადააჭარბოთ, იმიტომ რომ წინ 50-იანი შეხვდება და რაც უფრო მშვიდად ვიმოძრავებთ, ჩვენთვის უკეთესი იქნება. აი 50-იანი პატარაზე დაღმართი და იწყო მანქანის
ტორმუზით ნელ-ნელა შენელებას ვიწყებ, რომ ზონაში 50-ზე სწრაფად არ უნდა ვიმოძრაო. ანუ შენელება ვიმეორებ შეგვიძლია, ანუ შემოვიდეთ დავუშვათ 55-ით და მანქანის შენელების პროცესში ვიყოთ, მაგრამ შემოსვლის შემდეგ უკვე 50-ს აღარ უნდა ავწდეთ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში. ანუ ეს გზა 50-ზე სწრაფად არ უნდა გავიაროთ. აქედან ეხა არაფერს არ მიგვითითებს, მაგისტრალს ხელახლა უნდა შევუერთდეთ. ოღონდ აქედან შეერთების ამჩქარებელი ზოლი გვაქვს. მარცხენა სარკე შევამოწმე, მარცხენა ციმციმა ჩავრთე, ნელ-ნელა სიჩქარეს უმატებ, არ ვჩქარობ შეერთებას, სარკე ისევ შევამოწმე, ავაჩქარე მანქანა 70-მდე, გვერდით გამოვხედე და გადმოვედი. ნელ-ნელა კიდევ სიჩქარეს უმატებ და შემოსვლის მომენტში 87-ით მოვდივარ ეხა. მთავარია არ იჩქაროთ აჩქარება, თუ საჭირო გახდება, მანდ ბოლოში უკვე შეგვიძლია რომ მანქანა გავაჩეროთ და ისე შემოუერთდეთ და ვითვალისწინებთ კიდევ რას. მარცხენა ზოლიდან შეიძლება აი ამ ორი ზოლიდან არავინ არ იყოს, მაგრამ ჩვენს უკან მარცხენა სარკეში ჩვენს უკან მყოფი მანქანაც ჩანს. შეიძლება იმან გადმოგვიჭრას გზა და ჩვენ საფრთხე შეგვიქმნას. ამიტომ მაქსიმალურად ბრთხილად უნდა შემოვიდეთ, ანუ დავაკვირდეთ იმ ზოლებს, რომელსაც სარკეში გვიჩანს, რომ მანქანამ ხელი არ შეგვიშალოს. აქედან დაგვიძახებს უკვე რომ 500 მეტრში მოუხვიოთ მარჯვნივ, ქალაქში არც ერთი მარშრუტი აღარ ბრუნდება და ყველა მარშრუტი ავტობანს ერთნაირად გაივლის და პირდაპირ გააგრძელებს აქ მოძრაობას, დასასრული ყველა უკვე ერთი იქნება. 80-85-ით მოვდივართ, მაქსიმუმ 90-ით. აი ამ ხიდს რომ მოუახლოვდებით, ხიდის შემდეგ უკვე გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე 70. ანუ გასაუშვებ ფეხს, ნელ-ნელა ეხლა ნახე წინა მანქანა მუხრუჭი, რადგან ამინთო და გააწითლა, მეც ნელ-ნელა შევაპარებ. აქ უკვე ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას. 70-ზე ნაკლებით უნდა მოძრაობდე, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ აქედანვე, გაიხსნა გზა, სადაც შეერთება შემიძლია, კიდევ ერთხელ შევამოწმე, გვერდით გამოვხედე და გადმოვდივარ მარჯვენა ზოლში. სააგენტოს ნიშანი რომ შეგხვდებათ აი ამას რომ დაინახავთ ახლო და უკვე მანქანის შენელებას ვიწყებთ, ციმციმა გამოვხდეთ და აი აქ გვეუბნება რომ მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ, ანუ ხელახლა ჩავრთავთ და ნელ-ნელა მოვდივართ მარჯვენა მხარეს. აქ ქვეითებით განახომეთ და რომ რამე იყოს, შეგიძლიათ მარცხენა მხრიდან აიწიოთ ზევით, ანუ მარჯვნივ მოვუხვიოთ, მაგრამ მარცხენა ზოლს გაყვეთ. აი აქ ორი ზოლი ხო ჩანს კარგად. შეგვიძლია მარჯვენა ან ცენტრიდან შემოვიდეთ, ეს არ იქნება პრობლემა. აქედან ეხა პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. ავდივართ ბოლომდე, დაგვიძახებს რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მან სრულდება ჩვენი გამოცდა. აქ რომ მოვდივართ, არ გაგიხარდეთ, ეცადეთ რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოთ დასაწყისიდან დასასრულამდე, არსად არ მოდუნდეთ, მაქსიმალურად ეცადეთ რომ ყურადღება გაამახვილოთ წინ გზაზე და ასევე პერიოდულად შევამოწმოთ სარკეები. სიჩქარე არ გადავაჭარბოთ და ზედმეტად ნელა არ ვიმოძრაოთ. 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ, ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, სარკე შევამოწმეთ, გვერდით გამოვიხედეთ ფანჯარაში და გადმოვედით მარცხენა მხარეს. აქ როგორც გიხარით, ერთი ზოლია, მაგრამ ორ ზოლად შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ შემთხვევაში თუ ბევრი მანქანა იმოძრავებს. დათმობის ნიშანი გვაქვს, ოღონდ არა აი აქ პირველ გამოსასვლელში, გვაქვს უშუალოდ წრიულზე. ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, მხარზე გავიხედები მარცხნივ და შემოვერთები. რაც უფრო თავდაჯერებული და ნელა შემოვალთ, ჩვენთვისო უკეთესი იქნება, რომ აქ მარტივად გადავიდეთ შემდეგ გზიდან, ხო? აქ ამოსვლის შემდეგ სადღაც ჩვენამდე რომ მოვალთ, ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეს მარჯვენა მხარს შევამოწმებთ, გადმოვდივართ და აი აქ უკვე პარკინგის ნიშნები იყო ხოლმე, ეხა არ არის ამ მომენტში პარკინგის ნიშანი, იმიტომ რომ აქ გაჩერება არ უწევთ, აი წინ ხედავთ პარკინგის ნიშანს. ესეც ასე, ეს იყო პირველი მარშრუტი, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, მალე დაიდება მეორე მარშრუტის ვიდეოც.